წინასაშვებავ საახალწლო დღეებია. აი უმძიმეს წლებშიც კი ღმერთის შეწევნით შინაგანი მოლოდინი გვიჩდება სიხარულის და იმედის, აი ამ თარიღთან დაკავშირებით. მაგრამ ეს იმედი ხანდახან მალევე გვიქნება ხოლმე. აი როგორ შეიძლება იმედი არ დაკარგოს კაცმა, როგორ უნდა მივეხმაროთ მის არსებობას? უპირველეს ყოვლისა მე მოხარული ვარ, რომ საშუალება მაქვს რადიოს საშუალებით შევხვდე მსმენელს სრულიად საქართველოს ვესაუბრო და გაუზიარო ჩემი აზრები დღევანდელ დღეზე და მომავალზე. შობა ახალ წელი მოგვიახლოვდა და საქართველო არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც ისტორიის მანძილზე არადროს არ მოჰკლებია განსაცდელი. მუდამ რაღაც ისეთ განსაცდელში ვიყავით. ალბათ ესაც ღვთის განგებაა და აი ამ განსაცდელის საშუალებით უფალი ძალიან ახლოს იყო ჩვენთან და ძალიან ხშირი შემთხვევები იყო, როცა ჩვენ თითქმის აი დაღუპვის პირზე ვიყავით და უფალს სასწაულებრივად გამოუყვანია საქართველო აი ამ დაღუპვისაგან გადაურჩენია. და მე ვფიქრობ, რომ აი დღესაც ჩვენ ხშირად გავდივართ ასეთ ბეწვის ხიდზე. ძალიან რთული დრო არის და ჩვენ დიდი იმედით ველოდებოდით თავისუფლებას, საქართველოს განთავისუფლებას. ეს თავისუფლება მოვიდა, მაგრამ პრობლემები ალბათ უფრო მოემატა საქართველოს და ხშირად ზოგიერთს ეკარგება იმედი დღევანდელი დღის ამ მომავლის. ეს მე არ მიმაჩნია სწორად ჩვენ განსაკუთრებული ღვთისმფარველობის ქვეშ ვიმყოფებით. საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი და საქართველო უფრო მძიმე დღეშიც ყოფილა, უფრო მძიმე მდგომარეობაშიც ყოფილა და აი ჩვენზე ძლიერი ქვეყნები მოისმნენ, დღეს აღარ არის მათი ხსენება და საქართველო კი გადარჩა და გადარჩება კიდეც. აი ამიტომ იმედი არ უნდა დავკარგოთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი უმოქმედოდ იყოს და არაფერი არ აკეთოს და იმედი ჰქონდეს. აუცილებლად ადამიანმა უნდა ამუშავოს თავისი გონება, თავისი ფიზიკური ზალა, სულიერი უპირველეს ყოვლისა და არ უნდა დაკარგოს კონტაქტი უფალთან. უფლის იმედი უნდა ჰქონდეს და თვითონაც აკეთოს. აი უნდა მოხდეს ესეთი ღვთისა და ადამიანის ენერგიის დაახლოება ერთმანეთთან. აკეთოს ალბათ მართალი საქმე. რა თქმა უნდა. აი ადამიანს ღმერთმა მისცა არჩევის უნარი და ადამიანმა უნდა გაარჩიოს სად არის კეთილი და სად არის ბოროტი და აუცილებლად ბოროტი უნდა უარყოს და კეთილი უნდა აირჩიოს და ამით დაუახლოვდება ღვთისნებას, ღმერთს. მისი სულიერი სამყარო, მისი გული გახდება ტაძარი ღვთისა. თუ ღვთისნებას აღასრულებს ადამიანი ბედნიერი და გამარჯვებული იქნება.
უნდა სთესოს ადამიანმა სიკეთე. სიყვარული უნდა სთესოს. ადამიანი შედეგია სიყვარულისა. ღვთის სიყვარულით დაიბადა ადამიანი, წარმოიშვა ადამიანი და შექმნა ღმერთმა თავისი სიყვარულით. და აი ეს ამ სიყვარულს უნდა აფრქვევდეს ადამიანი, ამ სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს ადამიანი. და ამას მიღწევა უნდა იმის მიხვედრას, როგორ ვიცხოვროთ, იმის მიხვედრას რა ვაკეთოთ. აი მე მინდოდა მეკითხა, გამოვიარეთ კი უკვე განსაცდელი, თუ მე მგონია რომ ალბათ გამოვიარეთ უკვე გარკვეული განსაცდელი ამ ბოლო წლებიდან და აი როგორები ვართ ჯერჯერობით აი ამ განსაცდელ გამოვლილები. და აი რა უნდა შევიცვლოთ კიდევ? მთელი ადამიანის ცხოვრება ეს არის განსაცდელი. და განვიცინდეთ კი უკვე ჯერ კიდევ ვერ. ესაც მთელი ცხოვრების პროცესია. არ შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ იმან უკვე მიაღწია რაღაც მაღალ დონეს, სიწმინდეს, ისეთ სიმაღლეს, რომლის იქით უკვე მას არაფერი აღარ სჭირდება. აი, უფალი რომ ამბობს, რომ იყავით სრულნი ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს განვითარება და სრულყოფა ადამიანისა დაუსრულებელია. და აი ადამიანმა უნდა იცოდეს ეს, რომ ეს ჩვენი ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, ეს არის განსაცდელი, როგორც წერია იობის წიგნში, ბიბლიაში და ეს არის მომზადება მარადიული ცხოვრებისათვის. მაგრამ სიხარულისთვის და სიყვარულისათვის არის დაბადებული ადამიანი და ეს გარემოცვა უნდა ჰქონდეს. სიყვარული უნდა სუფევდეს მის გულში, თუ უნდა რომ სხვასაც უყვარდეს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ სიყვარულს ვხოვულობთ სხვისაგან და ჩვენ კი არ ვაძლევთ ადამიანს. ჩვენ არ უზიარებთ ამ სიყვარულს და ეს არ არის სწორი. უპირველეს ყოვლისა თვითონ ადამიანმა უნდა აჩუქოს სიყვარული, უნდა აფრქვიოს თავის გარშემო და ამ შემთხვევაში ღვთისაგანაც იქნება დაფარული და ადამიანიც ბევრი მოსიყვარული ადამიანი გაჩნდება მის გარშემო. რა უნდა მოვიცილოთ დღესდღეობით? ერმა და თითოეულმა. დიახ, ადამიანმა უნდა გაიაზროს, იფიქროს იმის შესახებ, რა არის მასში სრულყოფილი და დადებითი და რა არის უარყოფითი და ბოროტი. საერთოდ ადამიანის გულში და ადამიანის სულიერ სამყაროში მიდის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. აი ერთ-ერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ქვეყანა გაიყო შუაზე და ბზარმა გაიარა ჩემს გულზეო. აი ეს ბრძოლა ყოველ თითოეულ ადამიანშია და ქართველმა ადამიანმა უნდა იცოდეს რა არის უარყოფითი. დადებითი ბევრია ჩვენში და აი წლების და საუკუნეების მანძილზე ჩვენ როგორღაც ვტკბებოდით ჩვენი დადებითი მხარეებით და ნაკლებად ვხედავდით უარყოფითს. ეს უნდა დავინახოთ. უპირველეს ყოვლის ამპარტავნება. ამპარტავნება ეს მძიმედ გვაწევს ჩვენ ქართველებს. ამპარტავანი ადამიანები ვართ. და ამპარტავნება ეს პირველი ცოდვაა. ამპარტავნება ეს ის ცოდვა, რომელმაც ანგელოზი ეშმაკადაც აქცია. ამპარტავნება ის ცოდვა, რომელმაც
რომლის გამო ადამიანი სამოთხიდან იყო განდევნილი. ძალიან ხშირი შემთხვევა, როცა ჩვენ რაღაც ცოდვას ვაკეთებთ და ცოდვად არ მიგვაჩნია. აი ესაც ძალიან საშიშია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ დადებითი მაინც ბევრად მეტია ჩვენში და ჩვენ ვმადლობთ უფალს. აი ღმერთმა დააჯილდოვა ქართველი ადამიანი თავისი თვისებით, თავის არსით, სიყვარულით. ღმერთი როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, ღმერთი არის სიყვარული. აი განსაკუთრებული სიყვარულით დააჯილდოვა ქართველი ადამიანი უფალმა. ხშირი შემთხვევა ყოფილა, აი ჩამოსულან ჩვენთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან პატრიარქები, მაღალი სასულიერო წოდების ადამიანები და უთქვამთ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, რომ ასეთი მოსიყვარულე ერი ჩვენ არ გვინახავს მსოფლიოში. მოვაფასოთ აი ეს განვლილი წლის მოვლენები და ჩვენი სულიერი მდგომარეობა. განვლილი წელი ძალიან საერთოდ აკეთებდით ამ წლების განმავლობაში და თქვენი ეპიზოდებში. წელი რთული იყო. მძიმე წელიწადი იყო, მაგრამ ამავე დროს რაღაც იმედის მომცემიც არის. უკვე აღარ არის იმდენი გაჭირვებული ადამიანი, როგორც ადრე იყო. აი ჩვენთან აქ კარის ეკლესიასთან არის გაჭირვებული ხალხისათვის უფასო სასადილო. ადრე თითქმის 5000-მდე ადამიანი იკვებებოდა ამ სასადილოში. ზოგ სახლში მიქონდა საჭმელი. დღეს რაღაც 300-400 ადამიანი. აი 5000-დან ჩამოვიდა 300-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი ცოტა უკეთესად არის. დაიწყეს მუშაობა სხვადასხვა წარმოებებმა, ხალხმა დაიწყო სამსახური. მართალია უმუშევარიც ბევრია, მაგრამ ბევრმა უკვე იშოვა სამსახური. ადამიანი არ უნდა შეუშინდეს აი ამ სიძნელეებს. ადამიანს გააჩნია გონება, რწმენა და აი ეს უნდა აუცილებლად ნახოს თავისი ადგილი ამ ცხოვრებაში. აი ესე უსაქმო ჯდომა და გოდება იმის გამო, რომ მას არაფერი არ გააჩნია, ეს გამოსავალი არ არის. აუცილებლად უნდა ამოძრავოს თავისი გონება, თავისი ხელი და საქმე უნდა გააკეთოს. შეიძლება ეს საქმე ძალიან მცირე იყოს, მაგრამ უნდა აკეთოს საქმე. მე მინდა გკითხოთ თუ მაქვს ამის უფლება და მინდა იმიტომ გკითხოთ, რომ თითოეული ადამიანის სხვებისთვის ვართ მაგალითი. თქვენ უდიდესი მაგალითი ხართ ერისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის. თქვენი ეულის სრულყოფის კიბეზე მინდა გკითხოთ. რას იცილებთ ჯერჯერობით ისევ თქვენ და რას იძენთ? ეს ძალიან ძნელია ამაზე ლაპარაკი, თავის თავზე ლაპარაკი. მე აი ამ სრულყოფის კიბის დასაწყისში ვარ, მე მხოლოდ დასაწყისში ვარ და იმედი მაქვს, რომ ამ სრულყოფის კიბეზე ავალ. ესე იგი, სანამ სრულყოფის კიბეს შეუდგებით, რაღაც მთელი ცხოვრება უნდა გავიაროთ? მთელი ცხოვრება არა. დიდი მონაკვეთი. დიდი მონაკვეთი უნდა გავიაროთ, განსაცდელი უნდა და საერთოდ ყოველი დღე ეს რაღაც აი თავის თავთან ბრძოლა. უპირველეს ყოვლისა, აი ჩვენ რატომღაც სულ ვებრძვით სხვას და სულ ფიქრობთ, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ რაღაც ცუდი სიტყვა ვინ გითხრა, ან ცუდი საქმე ვინ გააკეთა.
იმაზე მეც რასაც ადამიანი გაუკეთებს თავის თავს ვერავინ სხვა ვერ გაუკეთებს ამიტომ პირველი და მთავარი არის ბრძოლა თავის თავთან თავის უარყოფით მხარეებთან და აი ბედნიერია ის ადამიანი რომელიც ხედავს ამას და რომელიც არ ხედავს ის არც ებრძვის რას უთხრით ხოლმე ცოდვად საკუთარ თავს ცოდვები ძალიან ბევრია აი ცირესაც კი უთხრით ხოლმე ცირესაც კი არ პატიობთ საკუთარ თავს ყოველი ცოდვა ძალიან მნიშვნელოვანია აი შეიძლება მთა იყოს და შეიძლება მთა აი პატარა ქვებიდან ააშენოს ადამიანმა და შეიძლება ამ მცირე ცოდვას რასაც ვეძახით შეიძლება მთელი მთა აშენდეს ამ მცირე ცოდვებით და აი ამიტომ ადამიანმა ეს უნდა დაინახოს აი პატარასაც უნდა ებრძოლოს თავის ეგოიზმს უნდა ებრძოლოს არ უნდა იყოს ჩაკეტილი თავის ოჯახში მხოლოდ თავის ნაჭუჭში თავის მეობაში არ უნდა იყოს ჩაკეტილი და მისი გული უნდა იყოს იმდენად ღია რომ და იმდენად ფართე რომ დაიტიოს უფალი დაიტიოს მთელი ქვეყანა აი ერთ ბავშვს კითხეს რომ შენ როგორ წარმოგიდგენიაო უფალიო და მან უპასუხა რომ უფალი ისეთი დიდიაო რომ მთელი სამყარო ვერ იტევს მასვო და ამავე დროს ისეთი პატარაო რომ ჩემს გულში ეტევაო აი ალბათ ყველაზე დიდი რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა უნდა დაიტიოს უფალი თავის გულში სანამ უფალი შევა ადამიანის გულში ის გული სუფთა უნდა იყოს აი ამიტომ ჯერ უნდა მოხდეს განწმენდა სინანულით და უცოდველი არავინ არ არის და შემდეგ უფალი თვითონ მოვა ადამიანში შევა სახარებაში წერია კიდეც რომ მე ვდგავარ შენს გულთან და ვაკაკუნებ და ვინც გამიღებს მე შევა მასთან აი ალბათ მთავარი მიზანი და მოვალეობა ჩვენი არის ის რომ ჩვენ გავხდეთ ტაძარი ღვთისო ხშირად გრძნობთ აი ამ მფარველობას თქვენით მე ყოველთვის უგრძნობ მე არადროს არ მიგრძნია თავი მარტოდ და სიხარულში თუ გაჭირვებაში თუ მწუხარებაში უფალი მუდამ ჩემთანაა ახსენეთ იმას რომ ყოფილიყავით ყოველთვის მართალი და თავისუფალი მარტო საკუთარ თავთან არა აი ამ იმ საქმეშიდაც რასაც შეჭიდებული იყავით რა თქმა უნდა მაგრამ ახსენეთ ძალიან ძნელია ადამიანი თავისუფალი იყოს ისე მოწოდებული ადამიანი იმისათვის რომ თავისი მართლა უფალი იყოს და თავისუფლება მოიპოვება შრომით სახარებაში წერია რომ სანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს თქვენ ადამიანმა უნდა სცნოს თავისი თავი უნდა დაინახოს თავისი თავი უნდა შეაფასოს რა არის მასში დადებითი რა არის უარყოფითი და უარყოფითი და ბოროტი უნდა უარყოს და აი ეს სიკეთე უნდა ამრავლოს ამას მთელი თქვენი ცხოვრება აკეთებდით ახალგაზრდობიდან მოყოლებული თუ რაღაც ასაკის მერე მოდის ეს ადამიანში და თქვენთან როგორ მოვიდა არა ამას მე მინდა ვთქვა რომ თითქმის ბავშვობიდან ვაკეთებდი იმიტომ რომ თვითონ მშობლები აკეთებდნენ ამას და გვასწავლიდნენ ამას თითქმის არ ყოფილა ისეთი დღე რომ
ლოცვა არ შესრულებული იყო ჩვენ სახლში. მარხვის დროს ჩვენ მარხულობდით ბავშვებიც. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავის შედეგს გვაძლევდა. მაშინ იქნებ აქვე გკითხოთ, რითი გავხართ მამას, რითი გავხართ დედას? ალბათ ხასიათით ალბათ მამას გევარდა, გარეგნულად დედას. ხო და ორივე ძალიან ისეთი შვიდი ადამიანი იყო, ძალიან წყნარი. მე და ჩვენ ბავშვებს არ გაგვიგონია ოჯახში ხმამაღალი სიტყვა. ძალიან მორიდებული და მოკრძალებული ურთიერთობა ჰქონდა ჩემს დედმამას ერთმანეთთან. დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთს. და ამას ხედავდით ჩვენ ბავშვები და ჩვენც ეს ვიზრდებოდით და ალბათ ამან ყველაფერმა თავისი კვალი დატოვა ჩვენს გულში. ესე იგი ეს სიმშვიდე, თქვენეული სიმშვიდე მართლა, რომელიც აი ნენელა თუნდაც ეხა მამშვიდებს და მამწნარებს და რასაც ხვებით აღნიშნავენ თქვენთან ურთიერთობაში, ბუნებით მოგდებდათ თუ მიაღწიეთ მაინც ამას? სიმშვიდეს ადამიანი აღწევს დიდი შრომით, დიდი მოღვაწეობით, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ იყვნენ მისი წინაპრები, მისი მშობლები. კეთილი და ბოროტი გადადის შვილებზე და შვილთა შვილებზე. როცა სიკეთეს აკეთებს ადამიანი, მარტო თავისთვის კი არ აკეთებს, ის თავისი შვილებისთვისაც აკეთებს და ეს მადლი გადადის მათზეც და ასევე ბოროტებაც და ცოდვაც გადადის. ასე რომ მე უპირველეს ყოვლისა ვუმადლი უფალს, რომ უფალმა დამაჯილდოვა, ეს არის ღვთის ჯილდო და ღვთის დიდი მადლი, რომ სიმშვიდე გამაჩნია ამ ურთულეს დროს. და ასევე უმადლი ჩემ მშობლებს და ჩემს წინაპრებს. და მე კეთს ვიხრი და მუხს ვიხრი ჩემი წინაპრების წინაშე, რომელნიც გამოირჩეოდნენ აი ამ სიმშვიდით და რწმენით გამოირჩეოდნენ, სიკეთით გამოირჩეოდნენ. და ალბათ ძნელად გამოდიხართ წყობიდან, თუ რამ შეიძლება გამოგეყვანოთ, თუ არასოდეს არ ყოფილა ესეთი შემთხვევა. მე კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით, რომ ასეთ პიროვნულ შეკითხვებს გისვამთ, პატრიარქი არ უნდა გამოიძეს წყობიდან. პატრიარქმა ყველაფერს უნდა შეხედოს, როგორც ღვთის ხელს, ღვთის განგებას. და აი ყველაფერი, მთელი მოვლენები ალბათ ჩვენ უნდა გადაგვეტანა, უნდა გამოგვევლო. იცით, ერთი შემთხვევა იყო რუსეთში. ოდესაში იყო ერთი ძალიან წმინდა მლოცველი ბერი. მასთან მიდიოდა ძალიან ბევრი ხალხი. რჩევის მისაღებად, ლოცვისათვის, ლოცვა-კურთხევის ასაღებად და გამოირჩეოდა თავისი დიდი სიმშვიდით. და კომუნისტებმა რევოლუციის შემდეგ, ესე იგი კომუნისტებმა ნახეს, რომ ხალხი ძალიან ბევრი მიდის ამ ბერთან, გამოიძახეს ეს ადამიანი და დაუსვეს კითხვა, რომ თქვენ როგორ ფიქრობთო, ეს კომუნისტური რეჟიმი, მთავრობა ღვთისაგან მოიდა თუ ეშმაკისაგანო? ესე იგი, თუ იტყოდა, რომ ეს ღვთისაგან, ესე იგი, თითქოს არ იყო, ღვთიური არ იყო და თუ იტყოდა, რომ ეშმაკისაგან, ესე იგი, იმას დააპატიმრებდნენ და დახვრეტდნენ და დასჯიდნენ და მან უპასუხა ასე, რომ უხტოდ არაფერი არ ხდებაო, რა თქმა უნდა ღვთისაგან
ხართლო თქვენლო მაგრამ დადგება დრო როცა უფალი იტყვისო კმარავ და შეჩერდება თქვენი უფლება აი ესე მშვიდად უპასუხა აი ამ კითხვებს 20 წელი გავიდა თქვენი აღსაყდრებიდან გილოცავთ რა თქმა უნდა მთელი ერი და თითოეული ჩვენთაგანი ამას ჩვენ და სასიხარულოდ გავიდა ეს ამდენი წელი მაგრამ ეს 20 წელი საკმარისი თუ არა დიდი მიზნების განხორციელებისთვის და რა იყო თქვენი თუ შესწელით რა თქმა უნდა თქვენთვის დიდი მიზნის განხორციელება და რა იყო თქვენი მაშინდელი მიზანი და რა არის დღეს ერის და ეკლესიის მიმართ დიახაი გავიდა 20 წელი ძალიან მძიმე წლები იყო ეს დაიწყო საბჭოთა კავშირის დროს კომუნისტური რეჟიმის დროს და იყო ასეთი შეხედულება ხელისუფლებაში რომ ეკლესიაში რაც უფრო ცუდად იქნება საქმე მით უკეთესია ხელისუფლებისათვის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ძიმე დღეები გამოგვივლია ჩვენ და მაგრამ მე იმედს არ ვკარგავდი და მთავარი მიზანი აი მოსვლის დღიდან აი იმ დღიდან როცა მოხდა ინტრონიზაცია სვეტი ცხოველში როცა სვეტი ცხოველი და სვეტი ცხოვლის ეზო გაივსო ხალხით ჩამოვიდა ხალხი აი ამ დღესასწაულზე ინტრონიზაციის დღეს მე მომეცა იმედი რომ ჩვენი ხალხი გამთლიანდებოდა მე ველოდი და მე ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის რომ გამთლიანებულიყო ჩვენი ერი და ეკლესია იმიტომ რომ მე მუდამ გრძნობდი და ვიცოდი რომ ჩვენი ხალხის სულიერი ძალა რომელიც გაამთლიანებს და შეაკავშირებს ქართველებს ეს იყო ჩვენი ეკლესია და ისტორიის მანძილზე ამას აკეთებდა და აი მოხდა სასწაული ეს იყო ღვთის დიდი განგება დაიძრა ხალხი აი განსაკუთრებით ინტელიგენციის წარმომადგენლები ჩვენი მეცნიერები ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან ჩვენ საუბრობდით არა მარტო ეკლესიურ საკითხებზე ჩვენი ქვეყნის ჩვენი ყოფათ საქმიანობაზე ცხოვრებაზე და ჩვენს მომავალზე საუბრობდით ჩვენს ახალგაზრდობაზე ჩვენს ბავშვებზე ჩვენს ოჯახების შესახებ და მოხდა რაღაც აი ასეთი მართლაც სასწაული ერისა და ეკლესიის გამთლიანება დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლები ჩვენი ახალგაზრდები აი მე თუნდაც მინდა გავიხსენო ჩვენი პირველი სტიხაროსნები რომელნიც მოიძენ სიონში და პირველი სამოსელი შეიმოსნენ მათ ეწოდება სტიხაროსნები თუ იპოდიაკვნები რომელნიც ეხმარებიან წირვალოცვის დროს ეს იყო ზურაბ ჭავჭავაძე ეს იყო სოსო წერეთელი ეს იყო გია ჭანტურია და სხვები და ფაქტიურად აი ეროვნული
მოძრაობა როგორც ასეთი სიონში დაიწყო, სიონში განვითარდა ყოველ შემთხვევაში და მე ეს ადამიანები გახდნენ პოლიტიკოსები და პარტიები შექმნეს და ზოგიერთი შეეწირა კიდეც უკვე ცოცხალი აღარ არის. ასე რომ აი მთავარი მიზანი იყო გამთლიანება ერის. აი ეს რეჟიმი, ეს ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, ეს ანაწევრებდა ხალხს. ეწინააღმდეგებოდა აი ამ მთლიანობას, იმიტომ რომ მთლიანობაში მუდამ რაღაც საშიშროებას ხედავდა და აი ჩვენ ბევრ რამეს მივახციეთ იმას, რომ საქართველოში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები, ორი სასულიერო აკადემია. ეს აი ოქროს ხანაში იყო ასეთი მოვლენა. თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, გელათის სასულიერო სემინარია და აკადემია შეიქმნა აი ამ ბოლო წლებში გელათის მეცნიერებათა აკადემია. ეს იშვიათი მოვლენაა საერთოდ მართლმადიდებელი ეკლესიების ცხოვრებაში. არც ერთ მართლმადიდებელ ეკლესიას მეცნიერებათა აკადემია არ გააჩნია. აი მხოლოდ საქართველოს ეკლესიაშია ეს. და აი ეს აკადემია სწორედ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს დაახლოება ჩვენი ერისა და ეკლესიისა. ამის გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებთ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ ეკლესია და ერი. მაშინ ჩვენი ერი იქნება ძლიერი. ეს არის თქვენი დღევანდელი მიზანი. დიახ. და მე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის და გავაკეთებ მომავალში, რომ ვინც კიდევ როგორღაც ეკლესიის ეზოს გარეთ არის, რომ ისაც მოიდეს, ისაც მანაც ნახოს აი ეს მართლმადიდებელი ეკლესიის სიდიადე, სიწმინდე და ეზიაროს აი ამ სიყვარულს. მე კიდევ ერთხელ იმიტომ გისვამთ აი ამ კითხვას. ვართ კი მთლიანები დღეს ძნელი სატარებელი ამეჭვის არსებობა და ხანდახან არსებობს ხოლმე ესეჭვი, რომ დღეს მაინც არ ვართ მთლიანები, გამთლიანებულები. ღმერთი აერთიანებს და ეშმაკი ჰყოფს. აი ის ადამიანები, რომელნიც ცდილობენ გაყონ საქართველო და ქართველი ხალხი, ის ბოროტ საქმეს აკეთებენ და ისინი ეშმაკის საქმეს აკეთებენ. ისინი არიან იარაღი აი ამ ბოროტის სულების და ბოროტ საქმეს აკეთებენ. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა თითქოს აი ეს დაყოფა ხდება რაღაც შეუთანხმებლობით თუ რაღაც თითქოს ბოროტებას ებრძვიან და ამით გამოეყოფიან თუ რაღაცა. აი დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება დაპირისპირების. აი ეს იქნება პოლიტიკური დაპირისპირება თუ ეს იქნება რელიგიური დაპირისპირება. ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს. დაპირისპირება ეს არის აი ფუფუნების ამბავი. ეს შეიძლება რაღაც პოლიტიკური დაპირისპირება იყოს იმ დროს, როცა ქვეყანა არავინ არ ემუქრება, როცა ქვეყანა მშვიდობიან ვითარებაშია, როცა ფიქრობს ადამიანი, რომ აი ამ დაპირისპირებით, ესე იგი არ ვავნებთ ჩვენ სამშობლოს.
მაგრამ დღეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მტერი იყენებს აი ამ დაპირისპირებას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დაპირისპირება არ იყოს. რა თქმა უნდა, მცდელობა არის, მაგრამ ერი მაინც მთლიანობაში. რისი მიტევება შეიძლება? ყოველი ადამიანი უნდა იყოს მიმტევებელი, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძნელია მიტევება, როცა ადამიანი ერს ღალატობს, სამშობლოს ღალატობს. როცა ადამიანმა იცის, რომ ის მტრის საქმეს აკეთებს და მაინც ღალატობს და ბოროტებას აკეთებს. როცა ადამიანი ბოროტებას აკეთებს და არ გრძნობს, რომ ის ბოროტებაა. ალბათ ამისი მიტევება ძნელია, იმიტომ რომ ღმერთიც არ მიუტევებს იმ ადამიანს, რომელიც სინანულში არ არის. თუ არის სინანული, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გამოსწორების გზაზე დგას, რომ ადამიანი გრძნობს თავის დანაშაულს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ცოდვა მიეტევება. თქვენ თქვით, რომ სარწმუნოება გააერთიანებს ერთს. კიდევ თუ არის რაიმე? ამთლიანებს აგრეთვე ჩვენი ეროვნული გრძნობა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია. ყოველმა ადამიანმა უნდა იცოდეს ჩვენი ისტორია, უნდა იცოდეს, განსაკუთრებით ჩვენმა ახალგაზრდობამ. ქართველ ერს ამთლიანებს ქართული ენა. ეს ძალიან ძლიერი ფაქტორია და ეს უფალმა როგორც დიდი მადლი გვაჩუქა ქართული ენა და ქართული კულტურა, აი საქართველოს ქართული ეკლესია და ქართული კულტურა ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. ეს ყველაფერი ამთლიანებს. აი ახლა იქნება ესეთი ფილმი საქართველოს შესახებ და გამიზნული არის უცხოეთში მცხოვრებით ქართველებისათვის. აი თქვენ იცით, რომ თურქეთში ცხოვრობს 5-დან 7 მილიონამდე ქართველი ადამიანი. ევროპაში, ამერიკაში, რუსეთში, სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ ქართველები და აი ეს ფილმი სწორედ გამიზნულია მათთვის, რომ მათ არ დაივიწყონ თავისი სამშობლო. მათ უნდა იცოდნენ აი ის მდიდარი ისტორია, ის მდიდარი კულტურა, რომელიც ქართველმა ხალხმა შეიტანა მსოფლიო კულტურის საგანძურში. მათ უნდა იამაყონ თავისი სამშობლოთი და მათ უნდა იცოდნენ, რომ დღეს საქართველო თავისუფალია, მართალია უცხოეთში ცხოვრობენ აი ეს ქართველი ადამიანები, მაგრამ უნდა ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ სამშობლოსათვის. უნდა კავშირი ჰქონდეს სამშობლოსთან, იმიტომ რომ მათი ფესვები აქ არის. გერმანიაში არის ერთი ცნობილი პიროვნება, ბიზნესმენი, გრიგოლ კინტერაია, საოცარი ეროვნული გრძნობით გამსჭვალული და ის აფინანსებს ამ ფილმს და ეს ფილმი იქნება საქართველოს ეგიდით და ეს იქნება საქართველოს ეკლესიის კუთვნილება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ფილმი ნათარგმნი იყოს სხვადასხვა ენებზე, გასაგებ ენაზე, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის და არა მარტო ქართველებისათვის, უცხოელებისთვის, რომ გაიგონ საქართველო სად არის და რა მაღალი კულტურის მქონე ქვეყანაა.
აი საქართველოს განვითარების გზაზე თქვენ რას ფიქრობთ? არ მოგწონთ არც არ ემხრობით არც დასავლეთის მიბაძვას და არც აღმოსავლეთის მიბაძვას. რას ფიქრობთ? დიახ, საქართველოს ისეთ გზაჯვარედინზეა და მისთვის ახლობელი იყო აღმოსავლეთის და დასავლეთის. ამიტომაც ჩვენი პრეზიდენტის ინიციატივით ბატონი ედუარდ გიორგი შევარდნაძის ინიციატივით შეიქმნა ასეთი საერთაშორისო ცენტრი აღმოსავლეთი დასავლეთი. საქართველოს აქვს თავისი გზა, თავისი იმხელა ისტორია და იმხელა ტრადიციებია ჩვენში და ისეთი მაღალი კულტურაა ჩვენში, ასე ბრმად არ უნდა მივიღოთ არც დასავლეთის კულტურა, არც აღმოსავლეთის. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩაკეტილი უნდა ვიყოთ და ჩავიკეტოთ ჩვენს თავში. არა, ჩვენ მჭიდრო კავშირი უნდა გქონდეს აღმოსავლეთთანაც, დასავლეთთანაც. ის დადებითი თვისებებით უმხარე, რაც ახასიათებს ერთსა თუ მეორეს, ჩვენ უნდა მივიღოთ, მაგრამ ის ჩვენი არ უნდა დავთმოთ, რაც ახასიათებდა ქართველ ადამიანს და საქართველოს. და ვფიქრობ, რომ აი ეს იმუნიტეტი, ასეთი სულიერი იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშაოთ ჩვენ, რომ აი ამ აღმოსავლეთმა, ამ დასავლეთმა არ წალეკოს და არ დაგვაკარგვინოს ჩვენი სახე. ქართველი უნდა დარჩეს ქართველად. თავისი თვისები, თავისი სიყვარული, თავისი უშუალობი, თავისი სიყვარული. სიყვარულმა გადაგვარჩინა ჩვენ. აი დღევანდელ მდგომარეობას მინდა კიდევ შევეხო წმენის თვალსაზრისით. თქვენივე ეპისტოლიდან ამოვიღება იმ ციტატას აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან ჩვენი ქვეყნისკენ დაიძრა და არა მარტო ჩვენი ქვეყნისკენ სხვადასხვა სექტის და რელიგიის წარმომადგენელთა დიდი ნაკადი. ისინი უარყოფენ ეროვნულობას, სამშობლოს, სარწმუნოებას, სიწმინდეს, ტრადიციებს, გამკითხველი კი არავინად ჩანს. ვინ უნდა იყოს გამკითხველი და როგორ? რა ევალება ამ შემთხვევაში ეკლესიას და რა ევალება სახელმწიფოს? მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენაა. საშიში მოვლენა და ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს ეს საშიშროება. აი ამ უცხო რელიგიების თუ უცხო სექტების ასეთი ძალიან ხშირად ამათ ეძახიან ასე ტოტალიტარული სექტები. ამათ შემოჭრას. ეს რელიგიური აგრესია. აგრესია ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ, ჩვენი რწმენის წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს სექტები ძირითადად მოდის ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ტრადიცია არ გააჩნია, სადაც არ არის დიდი ისტორია კულტურის. და აი ამიტომ ჩვენმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ეს ძალიან საშიშია და ძალიან გულსატკენია ის, რომ ქართველი ადამიანი ზოგიერთ შემთხვევაში რაღაც ლუკმა პურისთვის, ესე იგი ღებულობს ამა თუ იმ სექტის რწმენას. რა პირით თუ რა შუბლით უნდა წარსდგეს ჩვენი ან ღვთის წინაშე, ან ჩვენი წინაპრების წინაშე. რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ და რა ეკლესიამ ამით? ორივემ უნდა გააკეთოს. ზოგიერთ შემთხვევაში არის ლაპარაკი, რომ აი ეკლესია უნდა იქადაგოს. რა თქმა უნდა, ეკლესიამ უნდა იქადაგოს და უნდა განუმარტოს, მაგრამ სახელმწიფომაც უნდა დაინახოს ამისი საშიშროება და უნდა დაინახოს ის, რომ რელიგიური დაპირისპირება უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს საზიანოა და სახელმწიფოსთვის არის საშიში. და აი ამიტომ ასე ადვილად არ უნდა შემოუშვოთ ჩვენ ეს სექტანტები. და მაგალითად ასეთ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში
არაძლევენ იმის უფლებას, რომ ასე თამამად, ასე თავისუფლად იქადაგონ სხვადასხვა იდეოლოგია. იქ არეგულირებს, კანონი არეგულირებს და ჩვენთანაც უნდა იყოს ისეთი კანონი რელიგიის შესახებ, რომელიც შეზღუდავს ამ უცხო სექტების შემოსვლას ჩვენთან. როგორ შეიძლება, რომ აი ესეთი განუყოფელი ეკლესიის მქონე ქართველი ადამიანი, როგორიც არის მართლმადიდებლობა, მან უარყოს თავისი რწმენა, თავისი ისტორია, თავისი წინაპრები, თავისი კულტურა უარყოს, თავისი წარსული უარყოს. ამით შეურაცხყოფას აყენებს თავის მშობლებს, თავის წინაპრებს და მიიღოს სულ უცხო რაღაც რელიგია. თქვენ ფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება თუ მართლმადიდებლური რელიგია გამოცხადება სახელმწიფოებრივ რელიგიად? მე არ ვფიქრობ იმას, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს, მაგრამ განსაკუთრებული სტატუსი მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ჰქონდეს და აქვს კიდეც კონსტიტუციის მიხედვით იქ აღნიშნულია, რომ აქვს ამას. და კიდევ ერთი აი სინდისის და თავისუფლების და რელიგიური აღმსარებლობის მისაღებ კანონში სასურველად მიიჩნევენ აი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიწებისა და ტყეების ისტორიული მფლობელობის აღდგენას. თქვენ თუ თქვით ამას საჭიროდ და რა წაადგება ეს? ამის შესახებ სპეციალური გამოკვლევებიც არის, ძალიან ბევრს დიდხანს ამაზე მუშაობდა ასეთი ცნობილი ჩვენი ისტორიკოსი ბაბილინა ლომინაძე, რომელიც გარდაიცვალა სამწუხაროდ და მე მინდა თქვა, რომ ეკლესია იყო დიდი მიწების მფლობელი. ფაქტიურად ეს არის შენახული მიწები. ეს არის ერისათვის შენახული მიწები. ეკლესიას რა თუნდა ეს მიწები? ერისათვის უნდა. და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ თუ ის ძველი მიწების დაბრუნება არ შეიძლება და რა თქმა უნდა მისი დაბრუნება ძნელია, მაინც გარკვეული რაოდენობა მიწებისა უნდა გადაეცეს ეკლესიის საკუთრებაში და ეს იქნება ჩვენი ერის საკეთილდღეოდ გამოყენებული. უდიდესი მადლობა. სინას მთაზე მინდოდა. მეკითხა თქვენ იქ ოფნის შესახებ თქვენ აიარეთ ფეხშიშველმა ისაფეხურები და აი იმ ხელნაწერებზე რაც მნიშვნელოვანია. დიახ, მე მქონდა ღვთის ლოცვა კურთხევა და დიდი ბედნიერება, რომ მე მივედი და თაყვანი ვეცი სინას მთას, სადაც უფალმა გადასცა მოსე წინასწარმეტყველს 10 მცნება. მე ვემთხვიე იმ წმინდა მიწას, დაიწერა სპეციალური ლოცვა სინას მთაზე, სადაც მე შევავედრე ჩვენი ერი უფალს, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ბავშვები და ეს იყო რაღაც განსაკუთრებული ასეთი სულიერი ამაღლება ჩემთვის და აი სინას მთაზე მე მოინახულე ბიბლიოთეკა, იქ ძალიან მრავალი ქართული ხელნაწერი არის და აი ბოლო წლებში მოხდა ხანძარი მონასტერში, წმინდა ეკატერინეს მონასტერში და ეს სინასთვის თავის დასაწყისში მდებარეობს ეს მონასტერი და ეწოდება წმინდა ეკატერინეს მონასტერი. იქ არის წმინდა ეკატერინეს დიდი მოწამის თავის ქალა და ამიტომ დაარქვეს წმინდა ეკატერინეს მონასტერი.
ეს დიდებული მონასტერია, სადაც მოღვაწეობდნენ ჩვენი წინაპრები. და ქმნიდნენ აი ამ ხელნაწერებს წერდნენ და აი ბოლო დროს მოხდა იქ ხანძარი, ჩამოიშალა კედელი და ნახეს იქ ადგილი, სადაც იყო შენახული აქამდე უცნობი ხელნაწერები. და როცა მე ვკითხე, რომ არის თუ არა ამ ახლად ნაპოვნ ხელნაწერებში ქართული ხელნაწერები, მე მითხრეს, რომ სამწუხაროდ არ არის. მას რომელიმე თქვია და არის სომხურიო. მე ძალიან გამიკვირდა, რომ სომხური საიდან უნდა ყოფილიყო იქ სომხური. და მაინც მაჩვენეთ მერქი, სომხური მაინც მაჩვენეთ და გადმომიღეს და ეს აღმოჩნდა ნუსხა ხოცორით დაწერილი ქართული ხელნაწერები და მე ვუთხარი იმათ, რომ ეს სომხური კი არა, ქართული ხელნაწერებია და გაოცებული დარჩენ, ძალიან გაიხარეს იმათაც და შემდეგ დაუკავშირდნენ ჩვენ ხელნაწერთა ინსტიტუტს და ჩვენი მეცნიერები ეხლა ჩადიან იქ, კონტაქტები აქვთ იმათთან და უკვე თითქმის ყველა ხელნაწერი აღწერილია, ის ახალი ხელნაწერები, რომელიც ეხლა აღმოჩნდა. რა გეხმარებათ შეჭირების დროს თქვენ თვითონ? მე ვიტყოდი ძალიან მოკლედ, მეხმარება უფალი და ჩვენი წინაპრები. მეხმარებიან ძალიან გრძნობ, მე ჩვენი მეფეების, ჩვენი წინაპრების ძალიან გრძნობ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დახმარებას, ჩვენი წმინდანების დახმარებას და ეს ისეთი კი არ არის რაღაც რეალური დახმარება, ძალიან რეალურად გრძნობ ამ დახმარებას. და ამიტომ მე მინდა აი ამ საუბარში მოუწოდო ჩვენს ქართულ ხალხს, რომ ხშირად გაიხსენონ ჩვენი წინაპრები, ილოცონ მათთვის. აი მე მაგალითად ჯერ სულ ახალგაზრდა ვიყავი და ერთ-ერთმა ადამიანმა მირჩია, რომ ჩამოსწერე პატრიარქების, ყველა პატრიარქების სახელები, საქართველოს ყველა მეფეების სახელები და ილოცე მათთვის. და მართლაც მე შევადგინე ასეთი სია და ვლოცულობდი მათთვის და მე ძალიან გრძნობდი, რომ ისინი ლოცულობდნენ ჩემთვის. ასე რომ აი ყველას მოგიწოდებთ, რომ თქვენც შეადგინოთ აი ესეთი მოსახსენებელი ჩვენი მეფეების, დედოფლების, საქართველოში ვინც ყოფილა აი მირიამ და ნანადან დაწყებული და გიორგი მე-15-ის დამთავრებული და ასევე აი ჩვენი წინაპრების, თქვენი მშობლების, პაპების, ბებიების მოხსენება უნდა მოიხსენოთ და ისინიც ილოცებენ თქვენთვის. გუშინდელი დავით აღმაშენებლის მეფის ორდენი თქვენთვის უდიდესი. მე ვფიქრობ, რომ ეს ღვთის განგებით და დავით აღმაშენებელის განგებით მოხდა. ახლოდება 2000 წელი, რა სიტყვით? მაცხოვრის შობის 2000 წელი ეს განსაკუთრებული თარიღია, მთელი მსოფლიო ებზადება ამ თარიღისათვის. აშენებენ ტაძრებს, მონასტრებს სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენთან დაგეგმილია წმინდა სამების სადიდებლად აშენდეს წმინდა სამების ტაძარი ელიას მთაზე. იქ ელიას მთა ეწოდება იმიტომ, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარი იყო და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ იქ ხის ტაძარი ავაშენოთ, გავაკეთოთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის, იქვე ახლოს
წმინდა სამების დაძართან იქნება და სულიერად უნდა მოვემზადოთ 2000 წლისათვის. უნდა ვებრძოლოთ ბოროტებას და სიკეთე ვაკეთოთ. სიყვარული ვთესოთ. ოჯახში, შვილებში, შვილებს უნდა ჩაუნერგოთ ეს სიყვარულის გრძნობა, რომ შურისძიება არ უნდა იყოს ადამიანში. რაც ადამიანი თუ სხვა ადამიანი რაღაც ბოროტებას გაგიკეთებს, სიყვარული და სიკეთით უნდა დაუბრუნო, გადაუხადო და ის სიკეთე ასმაგად შენ დაგიბრუნდება. თუ ისევ ბოროტებას გაუკეთებ, შენს გაუკეთებ ეს ათმაგდება ეს ბოროტება და ვეღარ ჩერდება ეს ბოროტება. ძლიერდება ბოროტება და ეს უკვე ცუდი შედეგი მოსდევს ამას. ეკლესიასთვის მიხედვით ჟამი არის ყოველთა ჟამი თან გრევისა, ჟამი შენებისა, რისი ჟამი არის ახლა? მე ვფიქრობ, რომ დამთავრდა ჟამი გრევისა და დაიწყო ჟამი შენებისა. უპირველეს ყოვლისა სულიერი ტაძარი უნდა ავაშენოთ ჩვენს გულში, ჩვენ სულიერ სამყაროში და უნდა ისევ სიკეთე და სიყვარული უნდა ვთესოთ. ჟამია შენებისა ახლა. ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს ატარებელი. რა არის თქვენი ტვირთი, თქვენი ჯვარი? ყოველ ადამიანს ეძლევა ჯვარი, პირადი ჯვარი გააჩნია. და ეს ჯვარი უნდა ზიდოს ადამიანს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ეს ჯვარი მიგვაჩნია მძიმედ. და ძალიან ხშირად ადამიანი საყვედურობს უფალს, რომ ასეთი მძიმე ჯვარი რატომ მომეციო, მაგრამ ღმერთი აძლევს ჯვარს ადამიანის ძალის მიხედვით. ყოველ ადამიანს ეძლევა ისეთი ჯვარი, რომლის ტარება მას შეუძლია. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც გარდა პირადი ჯვარისა, ერის ჯვარი ეძლევა. ეს მძიმე ჯვარია და ეს დამაკისრა უფალმა და მე უნდა ვზიდო და იმედი მაქვს უფლისა, რომ უფალი დამეხმარება ამ მძიმე ჯვრის ტვირთვაში და ზიდვაში და მე იმედი მაქვს, რომ ამ ჯვარს ბოლომდე მივიდა. უდიდესი მადლობა და თუ გვაქვს უფლება თქვენგან დალოცვისა, თუ შეიძლება. მე სარგებლობ ამ შემთხვევით, მე მინდა დავლოცო სრულიად საქართველო. მე მინდა მიულოცო შობა ახალწელი. მე მინდა გისურვოთ, რომ გამთლიანდეს საქართველო. გამთლიანდეს ქართველიერი, გამთლიანდეს ეკლესია. მე მინდა უსურვო ყველას, რომ ქართველ ხალხს აკმაროს უფალმა ეს ცრემლი, ეს გოდება და მწუხარება სიხარულით შეიცვალოს, სიძულვილი სიყვარულით შეიცვალოს და გახარებული იყოს ყოველი ოჯახი და ყოველი ადამიანი. საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც გარდა ქართველებისა სხვებიც ცხოვრობენ. მე განსაკუთრებით მინდა დავლოცო აფხაზეთი, რომელსაც ჩვენზე მეტად უჭირს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა აფხაზეთიდან ჩამოდიან და მეუბნებიან, მიამბობენ, რა მდგომარეობაში არიან. არა მარტო ქართველები, თვით აფხაზებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ისინი ისევ ჩვენგან ელოდებიან დახმარებას და
მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს მომავალი წელი იქნება გამთლიანების წელი. სამაჩაბლოს ვლოცავ და სრულიად საქართველოს ვლოცავ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადააფაროს საქართველოს თავისი კალთა.